მოგესალმებით ყველას და გიბრუნდით ახალი ვიდეოთი. ვიცი, ერთი კვირა ჩავაგდე ისევ ძიმე დანაშაულის, მაგრამ ეს ვიზამთ. გამოცდები მიახლოვდება და ცოტა მიჭირს გრძელი ვიდეოების გადაღება, ამიტომ მომიწევს გამოტოვება. იმედი მაქვს შუალედურების მერე მოვიხოდები. ახლა გიგმა მე-67 სერია ერთ ვიდეოში დავარეაქტო, მაგრამ რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ შუალედურები ორი კვირით მეწამება. ასე თუ ისე ხო, დღეს უნდა ვნახოთ და მოიცადეთ ერთი სათაურსაც ვნახავ პარალელურად. იმიტომ რომ ჯობს წინასწარ ვიცოდეს სათაური. უნდა ვნახოთ პირველი სეზონის მეხუთე სერია. რომლის სათაურიც არის Grey Matter. კარგი. რატომღაც მენთენი გამახსენდა ახლა Grey Matter-ზე. ვისაც ნახე გაქვთ უცხო პლანეტელი ასეთი პატარა. კარგი, ვნახოთ. მედია ხო ქართულზე. ერთხელ შემიშალა და ინგლისურის ჩავთე ორიგინალი. ცოტა ცუდად მარტავს შუქი, მაგრამ რას ვიზავთ. დავიწყეთ. ძიმე დანაშაული პირველი სეზონის მეხუთე სერია 3-2-1. წინა სერიაში ვოლტმა საკმაოდ ისეთი საქციელი ჩაიდინა. ჩემი რეზიუმე. მოულოდნელი. სინამდვილეში კურიკულუმ ვიტე აწერია. რაც ჩემი აზრით უფრო პროფესიონალურია, მაგრამ პრაქტიკულად ერთი და იგივეა. ეს მშვენიერია, თუმცა სამუშაოსთვის გამოცდილება არ მოითხოვება. აქ წერია, მაგრამ გაყიდვებშიც საკმაო გამოცდილება მაქვს. დამოუკიდებლად დავიწყეთ. ასე რომ შესანიშნავია, მაგრამ შესანიშნავი? მართლა გონია მაგრამ გაყიდვების გუნდს ბევრ ამას შევმატე. ვხედავ გაუგებრობა მოხდა. სამუშაო გაყიდვებს არ უკავშირდება. გაყიდვებისთვის თქვენს კანდიდატურას გავეთვალისწინებ, მაგრამ აგენტები ლიცენზირებულები უნდა იყვნენ. 2 წლიანი გამოცდილება უნდა ჰქონდეთ და უმაღლესი განათლებაც. არც ერთი გაქვს, არც მეორე. თქვენი საქმიანობა რეკლამირებას დაუკავშირდება. გასაგებია. ჯესი. ძმაო. გამარჯობა. როგორ ხარ? ბეჯე? რატომ დაიკარგი? მაგრად გაცვია. შენც. კი. ამ იდიოტურ სამუშაოს რატომ დათანხმდი? აღარ დარგეწყინეს. პროვოკაციას გავდივარ. უნდა დავამტკიცო, რომ რეაბილიტირებული კოსტუმი არ დაწვა. სანიმუშო მოქალაქე. და ასე შემდეგ. თან კარგი ვარჯიშიც არის. მისმინე. გაუნძრევლად ვერ იდგები. ის არის უნდა ატრიალო. სხვადასხვა მოძრაობა უნდა ისწავლო. მაგალითად ვერთმფრენი. ხედავ? ძალიან ძნელია. ჯერ კარგად არ გამოდის. ბევრი შესაძლებლობა დამანახე. მოკლედ. მოსაწევისთვის გმადლობა. არაფრის. სხვათა შორის, როგორ მე კრისტალს ვერ მიშოვი? კარგი ხანია ამ საქმეს გამოვაკეთე შეძმაო. სამუდამო მიტოვებაზეც ვფიქრობ. რა? არა. საოცარ წამალს ამზადებდი. მართლა ახლა ყველა შთაგონებს ისე რომ გააგრძელოს. ამის მოსმენა არ მინდა. მომზადებაში ერთი პარტნიორი მეხმარებოდა. საქმის უმეტეს ნაწილს მე ვაკეთებ. თითქმის ყველა მაგის გაკეთებას დააპირებს. ნაბიჯვარი იყო, ასე რომ მოკლედ ემილიო. სევდოს შოუნა სულ უფრო რთულდება. მოიცადე, შემიძლია მეგიშოვო. მაგარი ფსევდო. კავშირები მაქვს, მაო. პარტნიორები გავხდეთ. არ ვიცი. არ გაჩქარებ, არ იჩქარო. დაფიქრდი, კარგი? ჯანდაბა. უნდა წავიდე. აუ.
აქეთ პასტაკლება. დოლარები დაზოგეთ. მობრძანდით. დაზოგეთ ფული. მობრძანდით. ფული დაზოგეთ. ოპა. ძმედენა შაული. გაბოროტებული. გაბოროტებული. არ ჩეკიევ მიხდი რა თუმცა ეგრე. რელიზი მომზადებულია მუვიჯის მიერ. სულელური საჩუქარია. არა, რატომ? მოეწონება. არ ვიცი რა ზუფიქრობდი. მოსაწვევზე ხომ ეწერა საჩუქრები არ მოიტანოთო. ვალტ, რა? უნდა წავიდეთ. ვიცი, არ წუწუნებ. როგორ არა? ეს ძალიან გჭირდება. ბოლო დროს ბევრი რამ გადავიტანეთ. კარგი? ღმერთო, არ გაგვაფრთხილოს რომ ხორცისფერი ჩაგვეცვა. არა უშავს. ხო, დისკოს. სკაილერი კარგად გამოიყურება. ვოლტიც. საყვარელო, კარგად გამოიყურებდი. ნამდვილად. ვალტ, ამის გარდა არაფერი ჩამეტია. ვოლტის ჰალსტუკია რაღაც ცნაური. მოსაწვევზე ეწერა საჩუქრები არ მოიტანოთო. მე რა, გეყოფა. სერ, ამას გამოგართმევთ. გმადლობ. კი. არაფერს. შეხედე, ელიოტი იქ არის. წამოდი მე ვესალმოთ. ელიოტ, ვალტ, მოხვედი. დაბადების დღეს გილოცავ. ამას არ დავაკლდებოდე. გმადლობ, სკაილერ. გამარჯობა. ხო, გამახსენდა. მიხარია რომ ხედავ. ულამაზესი ხარ როგორც ყოველთვის. ბოლო დროს უფრო დიდი ვარ, ვიდრე ლამაზი, მაგრამ რა თქმა უნდა, გილოცავ. მშვენიერი ამბავია. დიდი მადლობა. გრაჩენ, ნახე ვინ მოვიდა. დიდი დრო გავიდა. მიხარია შენი ნახვა. ძალიან მიხარია. სკაილერ გამარჯობა. გილოცა, გმადლობ. ძალიან მიხარია რომ აქ ვარ. როდის ელოდები? დაახლოებით 10 კვირაში. თან ათკვირაში. ახლა გავიგეთ რომ გოგოა. რა კარგია. პრობლემა. მართლა? ხო. იცი, ამის შესახებ ჩვენც ვფიქრობთ. ხო, ვფიქრობთ. ხო, სხვათა შორის პატენტის დამტკიცება საოცარი მიღწევა. თქვენი კომპანია სასწაულებს ახდენს. გილოცავთ. ორივეს. ძიმე შრომა და ხო, ბევრი გამართლება. ხო, მართალია. ელიოტ, გვაბადეებთ, უნდა მივესალმოთ. მოშინაურდით, მოგვიანებით გნახავთ. ხო, რა თქმა უნდა. კარგი. დროებით. მიხარია რომ მოხვედით. გმადლობ. დროებით. ჯონ, მისი, როგორ ხართ? წამოხვალ? დაბადების დღეს გილოცავ. საინტერესოა, ჯერჯერობით ბევრი არ მაქვს სათქმელი ამ სერიაზე. მაგრამ დარწმუნებული ვარ, ბოლოს რამე საინტერესო მოხდება. ეხლა მომენტი აზრი, ვოლტი ხო არ გახდება ცუდად. გრეი მეტერსის ელიოტ შვარცი მოლეკულურ გადატრიალებას ახდენს. ელიოტი ესე იგი ჩვენელი გენიოსია. ვალტ, დაგინახე და გიცანე. ფარლი. დიდი ხანია არ შევხვედრივართ. ეს უოლტერ ვაიტია. გამარჯობა. ინსტიტუტში კრისტალოგრაფიის ექსპერტი იყო. ინსტიტუტში. მახსოვს ერთხელ ცილის პრობლემას კვირების მანძილზე ვერ ვწყვეტდით. შემდეგ უოლტი ჩაერთო და ერთი სიტყვა გითხრა. სინქოტრონები. ხო. სინქოტრონები იყო, ხო?
უფრო სუფთა და სრულყოფილ მოდელს ქმნიან ვიდრე რენტგენის სხივები. მონაცემები უსწრაფესად ხდება. გრეიმეტეს უაიტი ეს ადამიანია. უთხარი ვოლტ. კარგი. როცა ელიოტი და მე ინსტიტუტში ვსწავლობდით, ეს დასახელება მოვიფიქრეთ. გრეიმეტერი. შვარცი, შავი, უაიტი, თეთრი, ერთად კი გრეი მეტერ ტექნოლოგიის გამოვიდა. ჭკვიანური არა? კომპანიას ელიოტთან ერთად მართავთ? არა, გრეჩენი და ელიოტი მართავენ. ხო, მე განათლების სფერო ვამჯობინე. რომელ უნივერსიტეტში ასწავლით? ეს სტრატოგასტერია. უბრალო სტრატი არ გეგონოს. კლეპტონისა. არ არსებობს. ელიოტს გაცვეთილი კორპუსისთვის ბუდისვიხდი. ერიკ კლეპტონი. გმადლობ, მშვენიერესია. რატომ აკეთებს ამას? დიდებულია. 8 წლის ხომ არ არის? მოგეწონს. Unboxing-ს აკეთებს. გმადლობ. ეს უოლტისგან არის. გამერთო. დამშვიდე. გახსენი. ვნახოთ. არის. იამ გუდრამენი. უოლტი და მე 10 თვის განმავლობაში მხოლოდ ამას ვჭამდით. სანამ თეზიზე ვმუშაობდით. რალსტოვში რკინა კაჰვეული სექციაში იყიდებოდა. გვერდით რა იყო? შემახსენე, უოლტ, შემახსენე? სტერნო, ხო? ხო, 10 წელი, $1 და 99 ღირდა. დღემდე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი წარმატება ამ ატრის დამსახურებაა. ამით ვარსებობდით. საოცარია. სად იბოვე? მეგონა წლების წინ აკრძალეს. აბა. ძალიან კარგი. და რატომ აღარ თარგმნით უკაცრავად? არა, სკელეტები გახსოვს? ხო, ცინგლიანს ვეძახდით. ცხვირის ქვეშ რაღაც ქონდა. რას ეძახიან? რა ქვია? დოპკინსი იყო. ხო, არა. იმავე ტიპს რძიანი შოკოლადის უნი ასდიოდა, ასეა. არა. დოპკინსი არ იყო. ეს მოკლედ, გებიცები, წევრთა პიჯაკზე იდაყვებზე მიკერებულ ნაწილებს უთოვებდა. ხო, ეგონა ასე უფრო გამორჩეული გამოჩნდებოდა. არ ჩანდა? მეგონა? გამერთო, ცინგლიანს გაუმარჯოს. გამარჯოს. სადაც უნდა იყოს. ღმერთმა დალოცოს. მართლა, ის პროფესორი გახსოვს? რობერტ უილჰემ ბანსენი ამსულდა. ხო, საკმარისი იყო ბანსენის სანთურა გეხსენებინა და ვეღარ გააჩუმებდი. მას არ გამოუგონებია. ხელის ქნება გახსოვს? მხოლოდ გააუმჯობესა. 15 წუთს ადვილად გაიყვანდი. ღმერთო. ეს მენატრება უოლტ. ხო, მეც. მესმინე, უფრო ხშირად უნდა შევხვდეთ ხოლმე. სკაილერს და მე გაგვიხარდება თუ შენ და გრეჩენი სადილად გვესტუმრებით. რა თქმა უნდა, აუცილებლად. მე გიფიქრობ, რომ ისევ ერთად უნდა ვიმუშაოთ. ო, სკოლაში სწავლას აპირებ? არა. რა გვაჩერებს? ერთი წუთით, ელიოტ. ესე იგი მთხოვ, რომ გრეი მეტერში შენთან ერთად ვიმუშაო? ხო, რატომაც არა. შენი ადგილი იქ არის. აბა, ძალიან ო. გამოცდილი ხარ. მოიცადიათ, არ თქვათ ახლა რომ ეს კი მე ჯესის წვდები, საიდან დავიწყე. არა. შანსი არა. უბრალოდ. გამერთო, ვერც არ მოიდგენ. დროების განმავლობაში დაფაზე ატომებს ვხატავ და ბავშვებს პერიოდულ სისტემას ვასწავლე. ყველაფერი მესმის. გახსენება გჭირდება, მაგრამ დადებით მხარეს ვერ ხედავ. ახალი თვალი ძალიან დაგვეხმარებოდა. ხომ იცი რა ხდება, როცა თვეობით პრობლემის გადაჭრაც ცდილობ. თვალსაჩინო გეზღუდება. შესაძლოა სწორედ არასტანდარტულად მოაზროვნე ადამიანი გჭირდებოდეს. მესმინე, ელიოტ. ძალიან მაცდური წინადადება, მართლა, მადლობ.
მაგრამ თავს შევდგავებ. რაღაც უნდა იცოდე. იგოზე, ხო. პირადული პრობლემები მაქვს. ყველაფრის მოგვარება შეგვიძლია. არა, პირადული. ხო, მაგრამ პრობლემები აქვს. რთული სიტუაცია. დაგეხმარებით. ის შესანიშნავი სადაზღვევო პირობები გვაქვს. კიბოს უნგუნალებთ. საუკეთესო. პროშუტოში გახვეული ლეღვი თუ გასინჯა. საოცარი იყო. უბრალოდ ალბათ 30 წელი მაინც შევჭამე. და ზღვის პროდუქტების მაგიდან ნახე. ასთაკვებიც ჰქონდათ, კრაბებიც, ხამანწკებიც. ვალტ, ელიოტს რა ჯანდება უთხარი? რა? კიბოს შესახებ უთხარი არა? უთხარი? ვერ ვეჯერე. ღმერთს ხო, ვლაპარაკობდით და შენზე მკითხა. მაპატიე, მაგრამ ამ საკითხთან დაკავშირებით თავის მოჩვენება არ შემიძლია. იცოდა რომ რაღაც გჭირდა და მათქმევინა. გათქმევინა? კარგი რა. ვალტ, შეკითხვა დამისვა. არ შემეძლო სიმართლე არ მეთქვა. სიმართლე? იქნებ უბრალოდ გეთქვა კარგად არის. ნუ ეს იგივე ტყუილია. ფიქრობ ამას ვერ ეტყოდი? კარგად არის. და ყველაფერი დასრულდებოდა. არ მომწონს როგორც მელაპარაკები. მე კი არ მომწონს რომ ჩემი პირადული საქმის შესახებ იმ ხალხს შელაპარაკები, ვინც ჩვენს ცხოვრებაში აღარ არის. და თვითონ რა გიქრა? სამსახური შემომთავაზა. რა? გრინეტერში. მოჩვენებითი სამსახური ხომ გესმის? რაღაც უაზრობა, რაც მისგან ქველმოქმედების მიღების საშუალებას მომცემდა. უარი რომ ვუთხარი, პირდაპირ მკურნალობის ხარჯების გადახდა შემომთავაზა. შენ სწორედ ამის უარი იმედი უნდა რა? კი. ვალტ, არა? არა. გეყოფა. მე არ მithოვია. კარგი, და რა უპასუხე? მოიცა დათანხმდა? ვალტ, შენი აზრით რას ვეტყოდი? დათანხმდა. რატომ? ვალტ, თუ არა? თუ არა? დიდი ალბათობით არა ხო? ეს უხერხულია. წასვლისთვის მზად ხარ? ავტობუსით მივდივარ. კარგად საყვარელო. ძმაო, ეს ნატყვიარებია? არა ძმაო, ესენი ხომ გესმის? ვენტილაციისთვისაა. მაგარია. კარგად არის მოწყობილი. ძმაო, ეს არაფერია. ორჯერ მეტი ჭურჭელი მქონდა, სანამ ჩემი იდიოტი ყოფილი პარტნიორი თხრილში შევიდოდა და უმეტესობას დალეწავდა. დიდი მენზურა არა? არა, მოიცადე. ეს კოლბა. ეს კი მენზურა. ეს გრიფინის კოლბა. ეს საზომი კოლბა.
აქ კი ერლენ მაიერის კოლბა. ასევე შენ საქმეში ერგვევი. ელემენტარული ქიმია ძმაო. ესე იგი ჩემთვის რაღაც გაქვს? რა თქმა უნდა. გემრიელობები. და ის რა. კარგი. საქმეში ვართ. ოჩაღ ბეჯერ. ძმაო, ეს ნახე. მე ალბათ გადარეული ვარ პირველ რიგში ჩიფსებს რო ვივაქციე ყურადღება. ნადირობისთვის. ასევე არბოლეტი რა. ტახები ვნახოთ. რა. ვაუ. დამეხმარები თუ არა? გაიძიე. ბეჯერ. ხო, ძმაო, ხო. აუ შეიძლება. ნუ ემილიოს ჯობია ბევრად. ფული მომეცი, მაინჩვენე. გამომართო. 5 მინდა. გამომართო. მასზე რა სიტყვი? ხუმრო, ჩვენზე ახალგაზრდა ჩანს. დაივიწყე. იმ ტიპზე რა სიტყვი? არა, ბიზნესმენს გავს. მე რა? ბიზნესმენები ყოველთვის ჩქარობენ. მუდმივად რაღაც შეხვედრაზე ან სხვაგან მიდიან. მოიცადე, ეს ტიპი მას ვთხოვოთ. შენ იცი, მიდი. მე რატომ უნდა ვთხოვო? ხავარჯნები მომეცი და მეცავა. რა? ჯანდაბა. უკაცრავად. პირადობის მოწმობები დაგვრჩა და გვაინტერესებდა ლუც თუ გვიყიდით. რაც ასე მოთხოვთ უგანონოა. არ არის. როგორ არა არის? შენი. აх, დაგერხათ. ჯეკპოტი მოიგე. ნუ, შენ დაგერხა. თავისუფალი სერვინის გატარება ასე არ მინდოდა. ჩათვალე რომ ეს პირველი და უკანასკნელი გაფრთხილებაა. დიახ, სერ. გაგიმართლა რომ კარგი მამა გყავს. აუ. კაი. სხვები რომ არ გაქცეულიყვნენ, ლაპარაკით გამოუძრებოდი. ასე არ შეიძლება, არ შეიძლება. რა, ჩემს ასაკში ლუდის ყიდვა არასოდეს გიცდია? იმას ვგულისხმობ რომ მე დამირეკე და არა მამას. შენი აზრით არ ეცქება? დავიჯერე, ამ წუთას ასისჯობს. ანუ კი, ცოტა უცნაურია, მაგრამ ვოლტი ახლა ისე დღეშია. არც კი ვიცი რა გითხრა. შენ სათახში შედი. მოგვიანებით მოგხენდა. სკაილდერის პრინციპში. ვოლტი სად არის? დილის მერე არ მინახავს. შენზე მეტი არც მე ვიცი. თხოვნე შემისროლე კარგი. ბავშვის შესახებ არ უთხრა. მოზარდია და ლუდის შოვნას აპირებდა. ხომ გესმის? დარც ასე გამოხატავს. გაიგო რომ მამა ავატყავს და ცუდად მოქცევა დაიწყო.
ჯერ ბალახი, ახლა ეს. ბალახი? შენ არ მითხარი რომ მარიხუანას ეწევდა? სკაილერმა ასე მითხრა. ამაზე მიმენიშნა. უოლტერ უმცროსი არ მიგულისხმია. უოლტზე ვამბობდი. უკაცრავად? ო, აღიარა. მოიწონა. უოლტმა? ეს სახე. არ მეგონა თუ გაფედავდა. ბოლო დროს თითქოს სხვა ადამიანია. ხა, კურნელობაზე უარს, რომელიც სრულჭკუაზე მყოფი იტყოდა. მით უმეტეს, როცა ხარჯებს სხვა პარავს. რატომ აკეთებს ამას? იცი რა უნდა ვქნათ? ყველა ერთად უნდა დავსხდეთ და გულახდილად უნდა დავილაპარაკოთ. ყველა რაც უნდა განვიხილოთ. არანაირად არ გაამართლებს. ესე იგი, ინტერვენციას გულისხმობ? არა. უბრალოდ ოჯახური შეკრება. ყველა საკუთარ აზრს გააჟღერებს, სხვები კი მოусმენენ. ეს მომწონს ეს კადრები. რა ქვია? ნიოსი ხარ ძმაო. მანქანასგან. კრენკენშტეინის აუცრებაა. უკან რომ დავბრუნდებით, დოლარის კოსტიუმს დავწავ, რადგან ერთად ბევრ ფულს ნუ ვიშოვ. ვიჩქარებ ეგრე. არ ვარგა. როგორ თუ არ ვარგა? ეს მუქი არ უნდა იყოს. წინა პარტია მინასავით იყო. მერე რა? მუქია თუ არა, ჩემთვის საკმაოდ კარგი. მოიწამლები შესულება. საკმაოდ კარგი. მოიცადე. ძმაო, რას აკეთებ? კი, მოვიცილოთ. თორემ ჭკუიდან შეიშალე? სიამოვნებით მოვწევდი. ეს მოკვდებოდი. ჩვენი კლიენტებისთვისაა. გარკვეულ სტანდარტს მოითხოვენ. რა? რა თქვი? რა? თავიდან მოვამზადებთ. სანამ საჭირო ხარისხს არ მივიღებთ. აუ, რა თბილი ხარ. ორი წამით ვიფიქრე, რომ სერია მთავრდებოდა და მოვშტერდი. მართლა ყველა უოლტ, დაგიწენდით. ხო, დაჯექე ჩვენთან ერთად. გაემზადა ტიპის ლაპარაკოთ. და ოდეც ვიხვდა, რომ რაღაც სერიოზული ხდება. უკეთესის მიღება შეგვიძლია. არა, არც იფიქრო. გაუშვი. კილო ნახევარი ფსევდი გააფუჭე. იცი იმ სულელურ ნიშანს რამდენ ხანს ვატრიალებდი? შემეშვი ფსიქოპატო. ვერტ მფრენი ბოზო. აუ. არ ვიცი რა. ღმერთო, ნა ბიჭვარო. გარი გააღე. რატო ხდება ჯესის ასეთი მეწყვილეები? შენ ხო არ კაკდია, რას აკეთებ? მოხია ხარ. დაბრუნდი ბოზო. ამას არ შეგარჩენ. სასაცილო არ არის. შენ იქცეოდი იდიოტურად. ეს ხებზე რას ლაპარაკობ?
მინდა გავიგო რას ფიქრობ, რადგან აშკარად აღარაფერი მესმის. ჩემი აზრით, ისეთი გადაწყვეტილება მიიღე, რომელიც არა მარტო შენს ინტერესებში არ შედის, არამედ მთელი ოჯახისთვის საზიანოა. მისმენე, სკაილერ. არა, ჯერ არა. ხო? საუბრის ბალიში მე მაქვს. აზრის გამოთქმას ყველა შეძლებს და გავიცადა. შენი ჯერიც მოვა. ბოლოს. ფინანსურად ყოველთვის გვიჭირდა ვაღიარებ. ახლა როცა ელიოტი ხარჯებს სიამოვნებით ფარავს, უოლტ, მესმის რომ დახმარების მიღება გიჭირს. ალბათ ასე აღგზარდეს. მაგრამ საყვარელო. პერიოდულად ადამიანებზე დახრდნობა დასაშვებია. შენ აუცილებლად უნდა იმკურნო. უნდათ რომ დათანხმდეს. ერთადერთი ვინც ამაში ხელს გიშლის. შენ ხარ. შემიძლია გიპასუხო. ერთი წუთით. მე მგონი წრეზე უნდა წავიდეთ. კი, ყველა უნდა გამოთქვას აზრი და მე ყველას რა მოსხმარიტყვე. კარგი. მოკლედ. ერთი რამის თქმა მინდა. საუბრის ბარეში გამომართვე. მისმენე მეგობარო. ვიცი ამას ხშირად გეუბნები, მაგრამ ჩემთვის ზვირფასი ხარ. ძალიან ზვირფასი. კიბოს რა შეეხება. მოდი ვაღიაროთ, რომ ძალიან არ გაგიმართლა, მაგრამ ზოგჯერ იqbალი შენკენ ბრუნდება. შეიძლება უშველოდ დათანხმდები. ცუდი ხელით ვიწყებდი და ბოლოს ფულ ჰაუსით ვამთავრებდი. მთავარია გაუძლო გესმის. ფსონების დადება უნდა განაგრძო, არ უნდა გაჩერდე. ჰენკ, რა ჯანდაბას ამბობ? გთხოვ, მე რეაცადე თქვას. აქ ამისთვის ვართ. განაგრძო, ჰენკ, გთხოვ. მიდი. კარგი. მოდი ასე შეხედე. მეცხრეს მიწურულია, ბაზები დატვირთულია. შენი ჯერია. მაგრამ კლავე გტკივა. გამორიცხულია, რომ ჰუმრანი იყოს. არ დაუშვებ, რომ სათადარიგო მოთამაშე მკეტია იყოს. ან სიამაყე შეინარჩუნებ და თამაშს ააგებ. გესმის რას ვამბობ? არაფერიც არ ესმის. ამაყი ხარ ძმაო, ეს გასაგებია, მესმის. იმ დიდარ ტიპს წვრილი შეტანა უნდა. ამ საკითხში შენ სწორს ვეთანხმები. ფული აიღე და გაიქეცი. ვინმე არ გამომართმევს? ჯობს მერი მილაპარაკოს. უოლტერ უმცროსო ალბათ უამრავი რამის თქმა გინდა. კაი. ახლა ამის შანსი გაქვს. მიდი. ყველაფერი ამოთქვე. მიდი. იტყვის რამეს თუ გაჩნდება. ეს სისულელეა. კარგი რა. არა უშავს. ეს ელაპარაკე. უთხარი მამას, რასაც გრძნობ. გამწარებული ვარ. მას უთხარი. გამწარებული ვარ. იმიტომ რომ ისე იქცევი. ისე სხვა ადამიანი ხარ. ისე როგორც მშიშარა. შეიძლება. თითქოს მზად ხარ რომ დანებდე. შენ ხმერთო. რა მოხდებოდა ჩემზე ხელი რომ აგიღო? იცი? 1000 რაღაც გამოვიარე. და ახლა ქიმიოთერაპიის გეშინია? მერი მგონი საინტერესო დილაპარაკებს. პირადად მე მგონია რომ ის უნდა გააკეთო რაც გინდა. რა?
ხომ თქვი რომ გრძნობები უნდა გამომეხადა? კი, ვოლტს აქვს და მისი გადასაწყვეტია. ჩვენ ვერაფერს ვაიძულებთ. კაი. რატომ ამბობ? არ გინდა? ბალიში მერის აქვს. უოლტთან დათანხმებას არ ვაპირებდი. მაგრამ ვიჯექი გისმენდით და ისე ლაპარაკობდით თითქოს საკუთარ მომავალს ვერ უნდა წყვეტდეს. თუ არ იმკურნალებს, მომავალი არ იქნება. იქნება. სამედიცინო სფეროში პროფესიონალი ვარ. პაციენტებს ყოველ დღე ვუღებ რენტგენს. ყოველ დღე ვხედავ მათ. და იცი რა? ზოგი მათგანი საშინლად უბედურია. მერე ვწუხარ, მაგრამ ასეა. ზოგს კი არ უნდა რომ ცხოვრების უკანასკნელი კვირები ან თვეები ექიმებთან გაატაროს. მაგრამ ოჯახის წევრები ამის კეთებაზე ითანხმებენ. შეიძლება ბალეტში დავიბრუნო, ამჯერად მერის ვეთანხმები. გმადლობ. რა იქნება უოლტს უნდა რომ კაცურად მოკვდეს. მე საერთოდ არ მინდა რომ მოკვდეს. ამიტომაც ვართ. ასე რომ ან დაგვეხმარეთ, ან წადით. სკაილერ, მინდოდა პატივი მეცა და ჩემი აზრი გულწრფელად გამომეხადა. იცი რა, მერე ეს დებატები რა თქმა უნდა, ხა სკაილერს არ უნდა რომ არ უნდა რომ ქმარი მე მოუკვდეს. უბრალოდ მოსაზრება გამოვთქვი. ქალბატონებო, იცი რა, ქალბატონებო. შენ როგორ ბედავ? გთხოვთ. კარგი, ქალბატონებო, ერთმანეთს გთხოვთ. არ ვეთანხმებით, კარგი? გთხოვთ, მერე. მადლობა. ეს სისულელე. თუ შეიძლება მიეცით ბალიში ვოლტს. საუბრის ბალიში ახლა მე მაქვს. გასაგებია? ნახოთ ვოლტის პასუხი. საინტერესოა, კარგი სცენაა ძალიან. ერთმანეთი გვიყვარს. ერთმანეთისთვის მხოლოდ საუკეთესო გვინდა და ეს ვიცი. ამისთვის უზომოდ მადლიერი ვარ. მაგრამ ახლა ერთი რამ მინდა. მინდა და მჭირდება. არჩევანი. ეს რას ნიშნავს? ზოგჯერ გონია რომ არჩევანის საშუალება არ მეძლევა ხოლმე. თითქოს სხვა წვეთს ყველაფერს შემაგივლად. თითქოს მთელი ცხოვრების განმავლობაში ჩემს სიტყვას ფასი არ ჰქონდა. ახლა კი ბოს საკითხია გადასაწყვეტი. და იზღა დამრჩენი ავირჩიო, როგორ მივუდგე. მაშინ კარგი არჩევანი გააკეთე, უოლტ. ეს არა მარტო შენზე იმოქმედებს. შენს ვაჟზეც ხომ უნდა იფიქრო. არ გინდა ქალიშვილის გაზრდას მოესწრო. უბრალოდ რა თქმა უნდა მინდა. სკაილერ, სტატისტიკას ხომ გაეცანი? ექიმები მხოლოდ გადარჩენაზე ლაპარაკობენ. ერთი წელი, ორი წელი, თითქოს მარტო ეს იყოს მნიშვნელოვანი. რა აზრი ექნება გადარჩენას, თუ ავადმყოფობის გამო ვეღარ ვიმუშავებ? ვერც გემრიელად შევჭამ. და სექსიც აღარ მექნება. კარგი. მოდი. მინდა სერიოზულად დავფიქრდეთ ამაზე. და ჩემს საწოლზე მეძინოს. არ მინდა ყოველ დღე 30-ან 40 აბს ყლაპავდე, თმამ ცვიოდეს, მუდმივად ვიწვე, დაღლილობისგან ვერ ვდგებოდე. და ხებინების შეგრძნების გამო თავს მაღლა ვერ ვწევდე. შენ კი ჩემი მოვლა გიწევდეს. კი, ეგ არის თავი. ვინ მეკნები? კურნალობის შემდეგ რა მოხდება? ეგ მაგას საერთოდ ისწინებს. მიცვალებული, ვისაც ხელოვნურად დაცოცხლებენ. და დრო გახავს.
არა. ანუ ორივე მხარეს მესმის ახლა ვოლტი ყველაფერს წინასწარ ხედავს რაც მოხდება და ითვალისწინებს და ამათ უბრალოდ უპირატესწილად სკაილერს არ უნდა რომ ვოლტი მოკლეს. ყველაზე მეტად ეს მაწუხებს. და ყველაფერსია წამსვლელი. მოკლედ ამას ვფიქრობ. სკაილერ. მაპატიეთ. უბრალოდ მერჩევნია ეს არ გავაკეთო. სერიოზულად ამით ვასრულებთ ამ სცენას. ხა ჯესი ნახოთ. კაი. ჯესი მოუწვის. კიბოს წინააღმდეგ ბრძოლა. ახალ შობილებზე ზრუნვა. ნუ კარგი. ყველაფერს ეთქვი. რა კარგი. რა? თანახმა? ვემკურნალებ. ანუ დათანხმდება ელიოტს. სკაილერს არ ვიცი. რას ფიქრობს ახლა? რა თქმა უნდა. წინააღმდეგი ხო არ იქნება. ყველაფერი მოგვარდება. ეს კარგია. საავადმყოფოს თანამშრომელმა მითხრა, რომ ანგარიშს სადაზღვევო კომპანიას უგზავნიან ხოლმე, მაგრამ ჩვენი კომპანია მას არ ანაზღაურებს, ამიტომ შეგვიძლია საკრედიტო ბარათით წინასწარ გადავიხადოთ. კარგია. და მე ელიოტი ჩეკს გამოგზავნის არა? ამას მე მევხედავ. უოლტერ უაიტ. დიახ. კარგი? წავედი. კარგი. მალე გნახავ. ხო. კარგი. ეს ნამდვილად არ იქნება სასიამოვნო.
ნუ ეს სერია ძირითადად ამ სერიას ძირითადად ვოლტზე აქვს აქცენტი. ჯესის სცენები კი ჰქონდა, მაგრამ შედარებით ნაკლებად. სადა ისევ კრისტალის აღდგენა არ გამოვიდა და არ გამოვიდა რა. ელიოტ, ვალტ, გრეჩენი ვარ. გამარჯობა. გრეჩენ, როგორ ხარ? იმ დღეს თქვენ ორის ნახვა ძალიან გამიხარდა. საოცარი წვეულება იყო. ვალტ, ელიოტმა გიბოს შესახებ მითხრა. მე ძალიან წუხარ. ალბათ მოსახდენი უნდა მომხდარიყო. მე მართლა არ ვიცი რა ვთქვა. გარდა იმისა, რომ ყოველთვის შენ გვერდით მიგულე. ორივე შენთან ვართ. კარგი, გმადლობ. ვალტ, ელიოტმა მითხრა, რომ კურნალობის დაფინანსება შემოგთავაზა. უნდა დათანხმდე. ორივეს მიგვაჩნია, რომ ეს ფული შენ გეკუთვნის. ჩვენი ყველას კომპანიის მიაჩნია. დასახელებაც ნახევრად შენია. ვალტ, ეს მე და შენ გვეხება? გრეჩენ, შემოთავაზებისთვის მადლობელი ვარ. არა, უარი არ ვთხრა. მაგრამ არ გვინდა. გაირკვა, რომ კურნალობა სადაზღვეო დამეფინანსებს, ასე რომ არ მჭირდება. მოკლედ. მართლა უზომოდ მადლიერი ვარ. გმადლობ. კარგია, ეს კარგი ამბავია. მართლა დიდებული წვეულება იყო. არ დაიკარგო, კარგია? კარგი, რა თქმა უნდა. გმადლობ, რომ დამირეკენ. ჯესი. და ახლა შესთავაზებს ვოლტი შესთავაზებს თვითონ. გაჩერდი. ხარშვა არ გინდა? რელიზი მომზადებულია მუვიჯის მიერ. მაინტერესებდა ჯესის რეაქცია, რა ეთქვა, შეხო არ უბერა. ძალიან გამაგდენდა ახლა რა. თვითონ თავაზობა. კაი. ეს იყო მძიმე დანაშაული, პირველი სეზონის მეხუთე სერია Grey Matter. კაი სერია იყო. მერტო ჩემო. ბეცრავად ნერწმი გადამცდა. კაი სერია იყო. მართლა. შედარებით ისეთი, ანუ წინას ჯობდა. მაგრამ აი პირველი სამი სერია მაინც უფრო კარგი იყო რა. როგორ თქვა, უფრო მომეწონა მინიარკის სიუჟეტი. მაგრამ ახლა როგორც ვთქვი, საინტერესო სერიები გვალის წინ და ნახოთ. ესე იგი ვოლტი მკურნალობს კიბოს. როგორც ჩანს უარს ეტყვის საბოლოოდ ელიოტს. ერთი მხრივ სამწუხაროა, მეორე მხრივ ეს ვოლტია. და რავი, მოსალოდნელი იყო.
და დაბრუნდა ჯესისთან, რაც მე თუ გითხავთ, საინტერესოა, ნახავთ, რას იზამენ ამის შემდეგ. ოჯახსაც ახლა შეურიგდა უკვე, ჰენკს და მერის რა უთხრა, გამიგონია, არ დაგვინახავს ბოლოს, მაგრამ სკაილერთან და იმასთან, რა ქვია, ვოლტერ უმცროსთან გამოასწორა თავისი ურთიერთობები და კარგი იყო. ძალიან მომეწონა იმ ოჯახის სცენა, დიალოგის, იმიტომ რომ საჭირო იყო. აი მართლა საჭირო იყო მაგათთვის, განსაკუთრებით ვოლტ უმცროსისთვის და სკაილერისთვის. და მე საინტერესო სიტყვა თქვა, რაც უნდა თვითონ გააკეთოს, თვითონ გადაწყვეტოს ბოლოს და ბოლოს ახლა ჩვენ ხო არ დავაძალებთ არაფერსო, მაგრამ როგორც ასეთი ყველასი მესმის მათგან, იმიტომ რომ ოჯახის წევრები არიან, არ უნდათ რომ მოკვდეს სიმსივნით და ბოლოს და ბოლოს მართლა სიცოცხლე ეხება მაგას, სიცოცხლე, ვოლტის სიცოცხლე არის დამოკიდებული მაგაზე. ამიტომ ხო, კარგი სერია იყო, მომეწონა და დაგემშვიდობებით. მეტი სათქმელი არაფერი მოხს, იმედია მოგეწონათ ეს ვიდეო. თუ მოგეწონათ დალაიქეთ, დატოვეთ კომენტარები, გამოიწერეთ ჩემი არხი და გააქტიურეთ ზარის ღილაკი. მადლობა ყველას. კარგად გრძელდებოდეთ.